ჩვენი დიდი შემოქმედებითი გუნდის წევრები, ვარსკვლავური დუეტი, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. ომგადის გენაცვალეს. საგამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასო ხალხო. მოგესალმებით. სული და გულით გელოდებოდი, იმიტომ დიდი პაუზა გქონდა ჩვენ ობიექტური მიზეზების გამო და ჩემო ოთო იცი რომ ჩვენი უსაყვარლესი ჯულიანას სტუმრობა ჩვენთვის არის ყოველთვის გამორჩეულად სასიხარულოა და მართლაც ესეთი ნამდვილი ზეიმია ხოლმე როცა თქვენ შემოანათებთ სტუდიაში და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ერთი განსაკუთრებულად სასიხარულო მიზეზი და ერთი სული მაქვს რომ ვამსრო ჩვენი შოუს მაყურებელ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი უნიჭიერესი და მრავალმხრივი კაცი ოთო ფოლადაშვილი გახდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში და ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა მინდა რომ მოგიბოცოთ მთელი ჩვენი გუნდის საქმეები შემოგვიყვანოთ. ვიქარი როგორ მოხდით ყველაფერი აკავდა. პირველ რიგში ჩვენთვისაც რა ვიცი ყოველთვის სასიხარულოა ხოლმე თქვენთან გადაცემაში სტუმრობა და კი ნამდვილად ისეთი აღსანიშნავი ფაქტია გავხდი ოფიციალურად უკვე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და მეც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რთული გზა გავიარეთ. მეც ვიღებ ამ მოლოცვებს. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის. რო განმარტოთ ფართო საზოგადოებისთვის, მე კი ვიცი სხვებზე უფრო მეტად, მაგრამ ჩემთვისაც საინტერესო იქნება დეტალები. ეს რა მნიშვნელობის ამბავია და რა გზა გაიარეთ ამ ეტაპამდე? პირველ რიგში ჩვენ ვიყავით და ძალიან წარმატებულად ვასპარეზობდით როგორც სპორტსმენები და როგორც წყვილი და ათლეტები, მაგრამ როგორც კი დავამთავრე სპორტული კარიერა, გადავედი სამსაჯო მიმართულების საკითხში და ჯერ იყო საქართველოში მსაჯობდი, იქ იყო პირველი კატეგორია, მეორე, მესამე ბოლოს ეროვნული კატეგორიის მსაჯი ვიყავი და ანუ საქართველოში უკვე ყველაზე მაღალი რანგის მსაჯი ვიყავი, რის შემდეგაც მომეცა საშუალება რომ უკვე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობაზე ჩამებარებინა და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო აქვე ჩვენი ფედერაციის საქართველოს სპორტ ცეკვების ეროვნული ფედერაციის გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რადგან რაღაცა ჩემს ამ ყოველ წამოწყებას ძალიან გულშემატკივრობენ და მათაც დიდი სურვილი ჰქონდათ რომ საქართველოს კიდე შემატყოდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ჩავედი გერმანიაში, შტუტგარტში, ორი გამოცდა ჩავაბარე იქ. შემდეგ უნდა დავსწრებოდი ორ საერთაშორისო კონგრესს მსოფლიო მასშტაბით და დავესწარი. შემდეგ გაიხსნა კიდე ორი ფანჯარა უკვე ტექნიკური გამოცდების და ორი გამოცდა მქონდა ტექნიკური გამოცდები რომ ჩამებარებინა და საქართველოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი სოლო გოგონებს შორის. სადაც ჩამოსული იყო მსოფლიო ფედერაციიდან ესპანელი თავარი მსაჯი. ამ თავარ მსაჯს ჰქონდა უფლება რომ ჩაებარებინა ეს გამოცდები, იმიტომ რომ სხვა ლიცენზია კიდე ყველას არ აქვს უფლება რომ ჩაიბაროს სამსაჯო გამოცდები და ორი ტექნიკური გამოცდა უკვე ჩავაბარე ამ ესპანეთის წარმომადგენელთან, თავარ მსაჯთან, ვისხედით პირისპირ, ორი ადამიანი ლაივში იყო კიდე ჩართული, იწერებოდა სრული გამოცდა და მერე ეს ჩანაწერი იგზავნებოდა მსოფლიო ფედერაციაში, კომისიას გადიოდა და იქიდან მოდიოდა საბოლოო დასტური. და ეს გამოცდების წარმატებით ჩავაბარე და ოფიციალურად მოვიდა საბოლოო დასტური და გავხდი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ძალიან მიხარია. რა ბატონო! ამ ხელა პერიპეტიების მერე რომ მოიპოვებ, სულ სხვა გემოვალ. გული მოდი შენ მომიყევი რა, როგორი იყო ოთოს მდგომარეობა და შენი თვალით როგორ მიდიოდა ეს პროცესი? ჩემი თვალით დანახული ეს პერიოდი, მე ზოგადად ხმამაღლა ვამბობ, რომ ოთო არის ძალიან ნიჭიერი და მხოლოდ ერთეულებს შეუძლია რომ ამ გამოცდას გაუმკლავდნენ და აი ესე გაიარონ ბოლომდე, იმიტომ რომ ურთულესი გამოცდა იყო. იმიტომ რომ მე ოთო როცა მეცადინეობდა ესე პარალელურად გვერდიდან ვუყურებდი და მთელი გულით და სულით მაგის გვერდით ვიყავი, მაგრამ ვადასტურებ რომ ურთულესია და ყოჩახ ეს საამაყო ამბავია არა მხოლოდ ოთოსთვის არის, არამედ ჩვენი სტუდიისთვის, თითოეული ბავშვისთვის და მთელი საქართველოსთვის. ახლა გეგმებზე მინდა კითხოთ. სანამ აქვე დავაანონსებ, სანამ ცეცხლი და ტრიალდება თქვენი, ასე ვთქვათ, მოსვლით, იმიტომ რომ არასოდეს ცეკვის გარეშე არ ტოვებთ ხოლმე ჩვენ სტუდიაზე, რომ ვიცი რომ დღესაც გავახარებთ. ბოლო პერიოდია უკვე გადავერთეთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე და მათ შედეგებზე ვართ ორიენტირებული.
საზღვარგარეთ გვაქვს გეგმები, რომ ჩვენი სტუდია და ჩვენი მოსწავლეები ხშირად ვატაროთ შეჯიბრებებზე, რადგან რამდენჯერაც გავედით თასის გარეშე არ დავბრუნებულ ვართ. აი ეს ამბავი უნდა რომ მე თქვენ რომ ბარსელონას თქვენი ერთი არ მოგვიყოლია და მოდი ესეთი არც ისე დიდი ხანია რაც გამოგზავნით თქვენ ბარსელონადან. კი და რაღაცა ესე ყოველ ჩვენს გასვლაზე თასები მედლები თითქოს თამდევი ამბავია და ძალიან მიხარია ჩვენი მოსწავლეების წარმატება, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან დიდ შრომას ვწევთ ამაში და ეხლა უკვე მეც როგორც ოფიციალურად საჯი საზღვარგარეთ მაქვს შესაძლებლობა რომ ვიმსაჯო და შესაბამისად უფრო ხშირადაც მოვუწევთ ჩვენ სტუდიის ბავშვებს გასვლა და დარწმუნებული ვარ დიდ სცენებს დაიპყრობენ და უფრო კარგი ტიტულები შეემატება ჩვენ სტუდიას.